მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო. ჩვენ ვიმყოფებით ოხვიჯას ტბაზე ტობა ვარცხლის მახლობლად. აქ იმყოფება პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით. თქვენ ჩაყვინდეთ ამ ტბაში დღეს მე დავინახეთ ჩემი თვალით. მოგვიყევით რა დაინახეთ, რა ინსტრუმენტებით იყავით, რამდენად ხმა არის? მე პირველად არა ვარ ამ ტბაზე. დიდი ხანია მინდოდა ჩაყვინთვაც, მინდოდა გამიზომა სიღრმე. სხვადასხვა სიღრმეს მეუბნებოდი ადგილობრივი მოსახლეობა და ჩემით მინდოდა გამიზომა. დღეს ამოვიტანე ეს ნავი, ამოვიტანე ეს ბალონი დაახლოებით 60 ჩასუნთქვას ყოფნის და ეს აპარატი, რომელიც გვიჩვენებს ფსკერის რელიეფს სამგანზომილებაში, ტბის სიღრმეს, არის თუ არა თევზი და რა ზომის თევზებია. და უამრავი ინფორმაციის მიღება შეიძლება ამ აპარატით ამ ტბიდან. ჩავედი ტბაში და გაზომვის შედეგად დაახლოებით მაქსიმალური სიღრმე 33 მეტრი აქვს, მაგრამ საშუალო სიღრმე აქვს 10 მეტრი. არის თევზი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მხედველობა არის ძალიან კარგი. მეტრობით რომ თქვა, იქნება დაახლოებით 7-8 მეტრი მხედველობა. აქ რო თევზი იყოს, წყალქვეშა სპორტული ნადირობისთვის არის იდეალური ადგილი. მაგრამ ალბათ ვერ მოხდა აქ. ძირითადად ესეთ ტბებში რიაბუშკა არის ხოლმე და კალმახი. ამ ტბაში ეტყობა ვერ მოხდა ეს თევზი. საინტერესოა დიდ ტბოვარცხლისში თუ იქნება თევზი, ის უფრო დიდი ტბა არის, ამასთან შედარებით დაახლოებით არის 5-ჯერ დიდი. ეს ტბა იკვებება დაახლოებით კილომეტრიანი ყინული დნება იქეთ, შემდეგ ქვემოდან დნება და გამოდის მდინარე, იქეთ პატარა ჩანჩქერია და აი ამ ჩანჩქერით იკვებება და შემდეგ გადადის იქეთ ულამაზესი ჩანჩქერი. და ვისურვებდი, რომ უამრავი ადამიანი საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი, ვისაც შეუძლია აქ ფიზიკურად ამოსვლა, ერთხელ მაინც ამოვიდეს და ნახოს ეს საოცარი ადგილი, ეს სილამაზე. თქვენ მე რამდენად ხართ? მე ვეღარ დავთვლი ალბათ. დაახლოებით დავდივარ წლები აქ და ბოლო 3 წელია რაც მოიმატა ტურისტების, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების და აღნიშნულ ქართველების რაოდენობამაც. რამდენი ხანი მოვიდით აქამდე? ამოსვლა? ნუ ახლა მე პრაქტიკულად 5 საათში ამოვდივარ ხოლმე. მაგრამ თუ ვინმე მომყავს, გჭირდება დაახლოებით 7 საათი, 8 საათი. თუ ცხენიც ყავს, ვარგი ცხენზეა და ადვილი არის ხოლმე, კი რა თქმა უნდა. ისე ძალიან ძნელი მარშრუტია. ჩავდივართ ბუხურში, ბუხურიდან ავდივართ 25-27 კილომეტრი ტყეში, იქ ტოვებთ, იქ ჯიპებით, მაღალი გამძლეობის ჯიპებით ავდივართ და შემდეგ უკვე იქიდან ფეხით იწყება დაახლოებით 8,5-9 კილომეტრია აი აქამდე, ამ ტბამდე და ამ ტბიდან მეორე დიდ ტბამდე არის დაახლოებით 2,5 კილომეტრი. ხვალ ვაპირებთ იმ ტბაზე გადასვლას და გადმოსვლას. იქაც შეამოწმოთ ესე იგი წყლის. კი, მინდა ნახო იქაც რა მდგომარეობა არის. ზითად მე თევზიც მაინტერესებდა. აქ ვიცოდი რომ არ იქნებოდა თევზი, მაგრამ აი იქ არის საინტერესო დიტომა ვაჭრიზე იქნება თუ არა თევზი. თქვენ მიყვებოდით რაღაც საინტერესოს მკურნალობასთან დაკავშირებით ამ წყლით? კი. მე დავინტერესდი დაახლოებით 15 წელია არტეზიული ტბებით, ალპური ტბებით, რომელიც არტეზიული წყლებით იკვებება და ეს ტბები ამოდის მიწისქვეშიდან ტბაში და ვულკანური გრუნტის ხუჭრეს გადის. ისინი საინტერესოა იმით, რომ ადვილად სტრუქტურირდება. ჩვენ ვასტრუქტურირებთ წყალს, უცვლით პოტენციალს, ზედაპირულ დაჭიმულობას უწევთ დაბლა და რაც თავარია ისეთ სტრუქტურას ვაძლევთ, რომელიც სხვადასხვა დაავადებებისთვის არის საჭირო. და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს მძიმე დაავადებების, მკურნალობის კუთხით. ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობთ, ეხლა ეს არის ონკოლოგია, დიაბეტი პირველი მეორე ტიპი და ნარკომანია. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს, დიდი მადლობა თქვენ.